გაქვთ თუ არა რაიმე სახის უარყოფითი ენერგიები, მათ შორის გაქვთ თუ არა მაგიური ზეგავლენა. აირჩიეთ პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. ყურადღებით შეხედეთ, თუ გინდათ დააპაუზეთ ვიდეო, ინტუიცია ჩართეთ და პირველია წამებში, რომელიც მოგეწონებათ. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. კომენტარში დამიწერეთ, რომელი ვარიანტი აირჩიეთ. პირველ ვარიანტს დავიწყებთ და გეტყვით, რომ მაგიურ ზეგავლენა შესაძლებელია არ არის თქვენს ახლა ეს ჩადო და ვიღაცამ რამე მიზანი მართლად არ გაგიკეთეთ, თუმცა ზოგადად შესაძლებელია სუსტი ჯანმრთელობა გქონდეთ და ხშირი ავადმყოფობები იყოს, ან თქვენს ახლობლებს ჯანმრთელობის დაზიანებას და საერთო ენერგეტიკულ დაზიანებას ხედავთ და შეიძლება არ გაქვთ ძალა, უნარი, შემტეობა, მალე იღლებოდეთ, იფიტებოდეთ, უცებ ხარჯავდეთ სასიცოცხლო ენერგიებს და გაორება და გაყოფა ხდებოდეს თქვენი ენერგიების და კონცენტრაცია და ერთი მიმართულებით ჩაჯენა ძალიან გიჭირდეთ. აქ მაინც მაგიურ ზეგავლენაზე არ ჩანს, უფრო შესაძლებელია შური იყოს და თვითონ ენერგეტიკული არხები გაქვთ დაბინძურებული სხვადასხვა სტრესის გამო, ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე შესაძლებელია და ეს ჯანმრთელობაზე აისახება. მეორე ვარიანტს რაც შეეხება ახლა. მეორე ვარიანტზე გეტყვით, რომ გაკეთებული ხედავ, რომ არის ძალიან დიდი ალბათობით და კარგი იქნება თუ პირად დიაგნოსტიკასაც გაივლით ამ კუთხით და გაიტარებთ. ქალის გაკეთებული ჩვენ სხვათა შორის ქალის ნამოქმედარია აქ თქვენ შემთხვევაში მეორე ვარიანტად და როგორ რაღაც არის იცით განაკეთები და როგორ რაღაცას ხედავ, რომ თითქოს და დიდი ნეგატიური ენერგია გამოუშვეს და ხელები, ფეხები შეგიკრეს. აქ შესაძლებელია გაქვთ შინაგანი ჭიდაობა და ენერგეტიკა და მფარველი ანგელოზი ძლიერი გყავთ, მაგრამ ან მიდის ენერგეტიკული ბრძოლა აქეთ დადებითი თქვენი ანგელოზი იბრძვის და აქეთ უარყოფითი ენერგიები, რომელიც გამოგიგზავნეს და არის ძალიან დიდი გაჭედილობა. საერთო ჯამში ვიტყოდ, რომ შესაძლებელია წარმატებაზე, წინსვლაზე არის გაკეთებული და ხელფეხია შეკრული თქვენთან. რაც შეეხება ახლა მესამე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ. მესამე ვარიანტთან ვიტყვი, რომ მაგიურ ზეგავლენა არ არის, გარკვეული ჩაკეტილობები არის, გარკვეული სახის პრობლემებს ვხედავ. აქ შესაძლებელია მამაკაცთან და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით იყოს პრობლემები განსაკუთრებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჯადო გაქვთ და მაგიტო ხართ ესე. ზოგადად მძიმე ცხოვრება გაქვთ და კარმა გაქვთ მძიმე და შესაძლებელია კარმული დაზიანებები იყოს და კარმა იყოს გასაწმენდი, ვიდრე ესე ვინმეს რამე გაეკეთებინოს. არის ხოლმე, რომ სამწუხაროდ რაღაც რთული კარმას აიღებს ჩვენი სული და გადის ამ რთულ გზას და თქვენ თითქოს ზუსტად ეს რთული გზა გაქვთ გავლის, ძალიან გიჭირთ, შეიძლება ძალიან რთულადაც ხართ, ძალიანდებით იბრძვით ბევრს, მაგრამ მძიმედ მიდის სიტუაცია.